მოგესალმებით. Წეფასო მეგობრებო. ჩემეულ კაშლას გთავაზობთ, რომელსაც ბავშვობაში ვაკეთებდი. და ხდება მივხვდი. ნახეთ. ეძებთ ხო რაღაცას. წესები დაიცავით. წესებზე არის პირდაპირ ტრადიციები ვიღაცასთან. ვიღაცა კონსერვატორია, აი ზუსტად მიყევით, არ მიყვეთ რაღაც თანამედროვე ან ისი ან ასე თემებს. აი ეს დაიცავით. და აქ გადახვალთ როგორ რაღაცაში, იცით? სასწაულ ნაყოფიერებაში. თავარი აქ რა არის? კი, არეულობა რაღაცა პრობლემა ის აღარ ვისაუბრებ, ხო? ახლა პრობლემის გამო ისმენთ აშკარად ამ გაშლას. აქ არის პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი წესები. რა შედის ახლა აქ? ასევე კიდევ მიაქციეთ ყურადღება. სად რას ხარჯავთ, ვისთან რას, ისედაც უკვე დგება ის პერიოდი, ამის კონტროლს ბევრი დაიწყებს, რომ თუ მანამდე თქვენ ხარჯვა გიყვარდათ დაუშვათ და ძალიან ისე უპრაგუნოთ ფულს, ხო? ეხლა უკვე კონტროლს დაიწყებთ, მაგრამ ვინც ვერ მოახერხებთ, მაინც გექნებათ ეს ახლა, ხო, იცით, თქვენ ჩვევარჯულზე ვარ ესეაო. ესეთი რაღაცა გჭირთ. ამ შემთხვევაში დაიწყეთ აქ ზუსტად თქვენ კონტროლი. სად რას ხარჯავთ? ვისთან, როგორ? მაგრამ არ იყოთ ჯუნწი ამავდროულად. ხო, ის მადლიერებაც კი გამოხატეთ, ის ბევრი გადახვალთ ისეთ ქველმოქმედების თემაზეც, მაგრამ ყველგან დაიცავით რაღაც წესები. ნახეთ, დახმარება ცხლისთვის რომ გინდათ, ჯერ თქვენ თავი არ უნდა დაიზიანოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ნახეთ თქვენ გონიათ რომ კარგს აკეთებთ ეხმარებით ვიღაცას.
მაგრამ თქვენ უნდა განსაზღვროთ ეს მისი კარმა არის თუ საიდან მოხვდა ამ პრობლემაში მაშინ ეს ადამიანი თუ ამის უნარი შეგწევთ იმიტომ რომ ყველამ თვითონ უნდა დაამუშაოს თავისი თავი ნახეთ თქვენ შეგიძლიათ კი დახმარება რაღაცა თუ კი მით უმეტეს ადამიანი ითხოვს უპირველესად უნდა ითხოვოს რომ იცოდეთ ანუ ძალიან მსუბუქად შესთავაზოთ მაშინ ხო ეხლა იქნება არ იცის ადამიანმა რომ თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება ნახეთ რაღაც ესე შეთავაზოთ გინდა თუ გინდა და უნდა წამოყვეს ამას თვითონ აი თქვენ ესე ოფიციალურად რაღაც გინდა თუ არა ეს არ არის თქვენ იმიტომ რომ ნახეთ კარგს ვერაფერს ვერ აიღებთ მისგან პირიქით თუ რამე მას აქვს საწვალებელი დასამუშავებელი ანუ ხო გადასალახი პრობლემა ეს ამ პრობლემის გადალახვა მოგიწევთ თქვენ გაიგეთ რა ხდება ხო და აი ამიტომ ეს არის თქვენი ენერგიის ძალიან ცუდი ფლანგვა თქვენი რესურსის თქვენი წარმატების ხო ამას დავუკვირდით აუცილებლად ნუ გონიათ ბევრი ხარ სხვადასხვის ესეთებიც აი ემიგრაციაში განსაკუთრებით ქალბატონები ხო შრომობთ და აი თქვენს ნაშრომს კი ბატონო დედა კი ბატონო ძმა კი გავიგე ეხლა თუ შვილი სრულწლოვანი არის უკვე და მისი თავის რჩენა შეუძლია ძალიან ბევრზეც არ უნდა შეიწუხოთ თავი არა გენაცვალეთ ეს დათურ სამსახურში გადაგდით უკვე თქვენ და თქვენ თავს იზიანებთ არ შეიძლება ესეთი რაღაცა ეს არ უნდა გეწყინოთ ნახეთ ეს არა კი ბატონო შეგიძლიათ ერთჯერ და ორჯერ დაეხმარეთ ხო ბავშვი თუ პატარა არის კი ბატონო მაგრამ დანარჩენი უკვე გადაგდით დათურ სამსახურში თავიანთი პრობლემა ის ავადმყოფობა თუ მოევლინა მას მან უნდა მოაგვაროს გაარკვიოს ფინანსური პრობლემა აქვს მან უნდა მოაგვაროს გაარკვიოს ნუ რაღაც პრობლემა აქვს მან უნდა ეს და მოაგვაროს თქვენ შეგიძლიათ ეს თანხები შეაგროვოთ და სულ ემიგრაციაში ხომ არ იქნებით კაცო ჩამოდით და მერე გააკეთეთ და თქვენ გააკეთეთ რაღაც ან დაიტოვეთ ნახეთ ფული დაიტოვეთ ხალხნო ხელში მე ბევრი ვიცი ესეთი რაღაცა ემართებათ გოგონებს ჩამოდიან და 1-2 თვე მერე კაპიკი ფული აღარ აქვთ ნახეთ თქვენ აქ იმ წუთში რომ მუშაობა ვერ დაიწყოთ ან რაღაცა ხო გინდათ მე ფიქრობთ რომ გასესხებული გაქვთ დაგიბრუნებენ ამოიღებთ არა ეს არის ძალიან მოდი ასე ვთქვათ როგორი რაღაც იცით 50-50 ცელა რომელიც ან გაამართლებს ან არა შეიძლება ახლა ვიღაცას ან ხო მაგრამ თქვენს თავს უკვე აყენებთ ბეწვის ხიდზე ხო მერე თქვენ დაგწყდებათ ისევ გული და მერე თქვენ თვითონ იტყვით არა აქ უნდა გააკეთოთ ის რომ თქვენ ამდენი წლები წასული ხართ თუნდაც 1-2 წელი ვერ იმუშაოთ იმ ხელა დანაზოგით უნდა ჩამოხვიდეთ აქ თუ რამე სახლში იქნება შესარემონტებელი თქვენ თვითონ გააკეთეთ უკაცრავად რატომ ეკითხებით რატო გეუბნებით ამას იმიტომ რომ თქვენ მაინც 10 მაქს ხარჯავთ ვიდრე რემონტი ჩდება და კაპიკი არ გრჩებათ და ვალში ხართ სულ მთელი ცხოვრება ვალში ხართ ჩამოხვალთ და ნახავთ თქვენ თვითონ რა გექნებათ გასაკეთებელი გააკეთებთ შეიძლება აღარც მოგინდეთ ის გაკეთებული მერე კიდე ეხლა რო გააკეთებთ და 5-10 წლის მერე ჩამოხვალთ ისევ გასაკეთებელი დაგხვდებათ თქვენ მაინც ვერ სარგებლობთ ესეთ რაღაცებზე ფიქრეთ ეს არ არის ეგოისტობა ეს არ არის ცუდი საქციელი პირიქით დათვურში გადაგდით და იცით რა ყველა ის რუნოს მის თავზე მისი კარმა თვითონ დაამუშაონ ცუდი გლახა გამცემი არც ღმერთს არ უყვარს თქვენ მოგეცათ შანსი რაღაც შემოიბრუნოთ ეს ყველაფერი თუნდაც მე ასე ვთვლი ზოგადად უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ემიგრანტებს ესე ვთვლი რომ რაღაც მძიმე ესე მათ გადიან ცხოვრებას იქ რომელიც თითქოს გამოსასყიდად აქვთ ამ ხალხს თქო მე ასე ვუყურებ ამ საკითხს გაიგეთ ამიტომ
კი ზუსტად აი გამოისყიდეთ და ჩამოხვალთ აქ უკვე თქვენ გადასახადები აღარ უნდა გქონდეთ და ნურცნურავის მოგერიდებათ და შეგრწყობათ ყველა მის თავს მიხედოს. აქ თქვენ რაღაცა კი გაქვთ გასაცემი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის დახმარება, თქვენ სადაც ხედავთ დახმარებას. ეს არ არის დაუშვათ მე როცა ვამბობ, რომ უნდა გასცეთ რაღაცა ის გასაცემი, რასაც თქვენ თვლით პირიქით. სხვანაირად აღიქვამთ, მე სულ სხვა დავალიანებებზე მაქვს აქ საუბარი, როცა მაქვს. ახლაც ესე ფიქსირდება. რაღაც როგორ არის, იცით, ძალიან ესეთ იმას გთხოვენ. წესი, კანონი, რაღაც აი ზუსტად დაიცავით, ზუსტად ამას მიყევით. თქვენში არის ეს შინაგანი ხმა, თითქოს გეუბნებათ ერთი მომენტი, მაგრამ მე როგორ იქცევით რა, ხო? ყველაფერმა შეიძლება. მე არ მიკვირს, კაცო, ეხლა ოჯახის წევრი კი არა. მეც მქონდა ესეთ რაღაც, საერთოდ არავინ, თამი მეგობრდა ადამიანი და მის გამო რამდენჯერმე გადავარდი პრობლემებში. აი მის გამო და თვითონ აზრზეც არ არის. გაიგეთ, მეც დამმართნია იგივე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გავიაზრე ეს ყველაფერი. რატო დამემართა მე ეს? რატომ მოხდა ჩემთან ეს პრობლემა? იმიტომ რომ ამ ადამიანმა ესე მოიქცა რაღაცა მოვეკეცი მისი ცოტა გავლენის ქვეშ, მე რაღაცა მომენტალურად ვიფიქრე, იმ წუთში მე ის არ მჭირდებოდა. და არც ის ადამიანი ჩემს გვერდით, რავი, მით უმეტეს და თქვენ ახლა წარმომიდგენია, ეს არის რა იცით, აი აქედან მან ახდენენ თქვენს მართვას, გავლენის ქვეშ ხართ ისევ. ეს გავლენის ქვეშ არ უნდა იყოთ, ეს უნდა მოიხსნათ. გადასახადია, ოღონდ თქვენი რაღაც შენაპირები. თქვენი შენაპირები. ხო, შეიძლება ვიღაცამ თქვით, ოღონდ წავიდე, ოღონდ რაღაცა გამიჩნდეს საშუალებები, რომ არცა მაქვს და ოღონდ ეს გამოვიდეს და რაღაცას ვიზამ. აი ეს არის შეპირება და ეს გადასახადი თორე ის კი არა, რომ თქვენ ვიღაცას ასე ხო, აქ პირდაპირ ნახეთ, თუ თქვენ რაღაც წესებზე არის, შეიძლება ყველასთან ეს პრობლემა ახლა არ არის, მე რაც აქ ვისაუბრე, სულ სხვა საკითხებია, მაგრამ საკვანძო სიტყვები დაიჭირეთ. აი აქ პირდაპირ აი მაგ წესებზე მიგითითებენ, კი ბატონო, ეს იქნება თქვენთვის სწორი მიმართულება და ყველა ენერგია თქვენს მხარეს დგება და ძალიან დიდი ბედნიერებაც შემოდის თქვენთან. იცით რა, თქვენი განახლება, აღდგინება, კი ბატონო. მე ზუსტად გეტყვით, თვლას დაიწყებთ ზოგიერთი აქ პირდაპირ აი ანგარიშს. აქაც ზუსტად ის დრო არის, რომ დაიწყოთ ანგარიში, სად რა მიდის, რატომ მიდის და ნახეთ, თქვენ შეამჩნევთ, რომ თურმე რაღაცა არასწორად მიდის. იქით დავუშვათ ბანკის შეტყობინება მოვიდეს, ლარი იმაში სიტყვაზე გეუბნებით, მიდის ლარი, ხო ვითომ არაფერი არ არის. იქით რაღაც გჭირდებოდა თუ არ გჭირდებოდა, რაღაცა შეიძინეთ და მაშინ რა ქვია 1-20 ლარი იქ წავიდა, აქეთ 30 ლარი რა მოხდა, მე გთხოვა და საბოლოო ჯამში თვის განმავლობაში ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება, რომ იცოდეთ, აღმოჩნდება. ამიტომ ეს ამ კონტროლის თქვენ თვითონ დააყენებთ, მაგრამ მე გეტყოდით, დაიწყეთ, ნახეთ, დათვლა, სად რაში მიდის თანხები, როგორ მიდის, გამიგეთ, რომ თქვენ არ მოხდეთ შემდეგ უკვე უენერგიობაში, მერე მომენტალურად თქვენ იწყებთ ისევ ნერვიულობას. და საბოლოო პასუხი დავასრულოთ. ძალიან დიდი წარმატება, ხანგრძლივი ჩემო კარგებო, ძალიან დიდი წარმატება, სული სიხარული, აქ არის სული სიხარული, აი ეს კომბინაცია ხა გამოდის, რომ ტარო შეგიძლიათ შეისწავლოთ ჩემთან მე სხვანაირად გავშიფრავ და ვხედავ ზოგადად. ეს არის ამ წუთში სული სიხარული, სრული ბედნიერება, თქვენი გაძლიერება. და ყველა აი იმ რაღაცა წარსული ტრამვებიდან გამოსვლა, ნეგატივიდან.
იფრა არის ის გოგო მახსენდება თქვენს ხელში არის ნახეთ მე გეტყოდით რომ რა აი როგორ არის იცი თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ისე მომართოთ ყველა ენერგია როგორც თქვენ გჭირდებათ ის გოგო ისეთი კარგი არკანებია დაგმინდა ვუყურო კაცო ვეღარ თქვის საჭმელებს რო აკეთებს და ჭამს და თან იფრა არის იფრა არის აი ესე დამბი იფრა არის გისურვებთ წარმატებებს